ერთი ახსნა განმარტება მინდა გავაკეთო ტერმინისა მკვდარი ვირთხა, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ ხოლმე. და ხშირად გამოვიყენებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ზუსტად სტრატეგია ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების. რა არის მკვდარი ვირთხა? ნახეთ, როდესაც რაიმე პრობლემა აქვს შექმნილი ქართულ ოცნებას. ეს პრობლემა მათთვის ძალიან სერიოზულია და პიარულად წამგებიანია. მაგალითად, აი ამას წინათ მელიქიშვილის გამზირზე თავს რო დაესხნენ ქალებს, აღმოჩნდნენ ძალიან სერიოზულ თავის მართლებაში. ესეთი რაღაცა, რომ ქალებზე თავდასხმა და მათი ცემა არ არის მიღებული, არც პოლიციაში არ ყოფილა როდესმე მიღებული და მით უმეტეს არ არის მიღებული ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ ისინი აღმოჩნდნენ თავის მართლებაში, ნერვები ჰქონდათ მოშლილი და ეგრევე მეორე დღეს თუ არ ვცდები, დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილის დაკავება ალბათ მათ ისედაც უნდოდათ, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. საქმე იმაშია, რომ ამ დროს, როდესაც ისინი იმყოფებიან ხოლმე წამგებიან პოზიციაში, თავს იმართლებენ, პოლიტიკურად აგებენ. ეს არის ტიპიური პროპაგანდის ხერხი ჰიბრიდულ ომში, როდესაც გამოაგდებენ ხოლმე რაიმე საკითხს აბსოლუტურად არსაიდან სკანდალურს. ასეთ რაღაცებს ძირითადად აკეთებს მოლაპარაკე თოჯინა, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც გამოდის და რაღაცას იტყვის ხოლმე მიუღებელს, ყველანაირად აბსოლუტურად გამომართლებელს და ამაზე იწყებს მთელი ტელევიზია საუბარს და ხალხი რომ ვაი, როგორ თქვა, ამასობაში პირველი საკითხი, თავარი საკითხი, წამგებიანი საკითხი ოცნებისთვის არის უკვე დავიწყებული. ამ ტაქტიკას მე ვეძახი მკვდარი ვირთხა მაგიდაზე. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ხეთხართ სადღაც შეხვედრაზე, სახლში ხართ სტუმრად, რაღაცას საუბრობ და ვიღაცამ რომ მკვდარი ვირთხა დააგდოს მაგიდაზე. ხო დაგავიწყდებათ ყველაფერი, ატყდება ვაივიში, პანიკა და ყველაფერი როგორც მიმდინარეობდა დღე, ის დაგვავიწყდება. ამიტომ დავარქვი მეტაფორულად ეს მკვდარი ვირთხა.